გამარჯობა, მოგესალმებით ძვირფასო თხის რქებო. ეს გაშლა განკუთვნილი არის თქვენთვის, მეც თავად თხის რქა ვარ და შესაბამისად ძალიან მაინტერესებს, როგორი წელი გვექნება. ნახოთ, რას გვიმზადებს 25 წელი. ფინანსებით დავიწყოთ. ხახ. ოჰოჰოჰო. ესეც სასიყვარულო სფერო. და ზოგადი ფონი და წაროს რჩევა. ფინანსებთან დაკავშირებით, რაც საკვირველია მოიცავს, კარიერა, ფინანსური მდგომარეობა, მეტნაკლებად ერთია ხოლმე. არის რაღაცა ახალი, თხის რქებს გველოდება რაღაცა სიახლე ამ კუთხით, რაღაცა ისეთი, რაც აქამდე არ გაგვიკეთებია, ეს შეიძლება ნიშნავს ახალ ბიზნესს, ახალ სტარტაპს, ახალ სამსახურს, ახალ გარემოს, ახალ პროფესიას, სიახლეს, ან შეიძლება ნიშნავდეს სფეროს შეცვლასაც კი. ანუ რაღაც ისეც, რაც არასდროს აქამდე არ გაგვიკეთებია, მაგრამ მინდა გითხრათ ჩემთვის ასუთხრა, რომ აქ კარგი იქნება თუ საკმაოდ თანმიმდევრულები ვიქნებით, ჭკვიანურად გავთვლით და ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, იმიტომ რომ შესაძლებელია აი ამ სიახლეს არ გქონდეს მყარი საფუძველი და ცოტა შეგვაყანყაროს ემოციურად, ფიზიკურად რაღაცა ძვრები გამოიწვიოს ჩვენ ფინანსურ მდგომარეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი ან ძალიან კარგი საძირკველი უნდა ჩაუყაროთ აი ამ ჩვენ ახალ საქმიანობას და ძალიან თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, ან ძალიან დიდი რისკი არ გავწიოთ და ძალიან დიდი იმედები არ დავამყაროთ და ძალიან დიდი ცრუ მოლოდინები არ შევქმნათ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა არასტაბილურად განვითარდეს აი ეს ჩვენი ახალი ფინანსების წყარო, ასე ვთქვათ, რაღაც ჩვენი ახალი წამოწყება ისე არ განვითარდეს, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ისე ვიქნებით, რომ საკმარისი თანხა გვექნება იმისათვის, რომ ჩვენ ნორმალურად ვიცხოვროთ, რაღაცა პირველადი საჭიროებები დავიკმაყოფილოთ და რაღაცა მცირედი სახით სხვებსაც დავეხმაროთ, ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებსაც გავუწოდოთ ხელი და თუ ეს არ გახასიათებთ თქვენი გარშემო მყოფების დახმარება, ასევე კარგი იქნება თუ რაღაცა ჩვევად გაიხდით, რომ ადამიანებს თქვენ გარშემო ვისაც საჭიროება აქვს ამის მცირედით რის საშუალებაც გექნებათ დაეხმაროთ. ეს დადებითად იმოქმედებს ასევე თქვენ ფინანსურ მდგომარეობაზე. რაც შეეხება სასიყვარულო სფეროს, აქ თქვენ ცხოვრებაში ნამდვილად იქნება მამაკაცი, რომელიც არის ფინანსურად შემდგარი, მყარად არის ფინანსური კუთხით, რომელსაც აქვს ყველანაირი მატერიალური სიკეთეები, რაც რასაკვირველია ძალიან კარგია, ესეთი მამაკაცი თავად არის ამ თავისი ფინანსების შემოქმედი, ეს თავისი მოპოვებული არის ეს ფინანსები და ყველანაირად ცხოვრობს კომფორტულად და ხარისხიანად. აი ესეთი ადამიანი თქვენ ან თავად ბრძანდებით, ვინც ახლა ამ გაშლას უყურებთ, ან ასეთი მამაკაცი გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში. ეს ადამიანი იქნება შესაძლებელია იყოს ავტორიტეტი თქვენთვის, ან თავისი საქმიანობით, ან თავისი მოღვაწეობით იყოს ესეთი რელიგიური პირი, ან ფსიქოლოგი, ან ექიმი, ან ზოგადად მისი რჩევადარიგებები თქვენთვის იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, ან შესაძლებელია ეს ნიშნავდეს ქორწინებასაც. ის თხის რქები, რომლებიც გეგმავთ თქვენ ქორწინებას 25 წელს, შესაძლებელია რეალურად თქვენი ურთიერთობა დააკანონოთ, იქორწინოთ, ხელი მოაწეროთ, ეს ასევე ამასაც ნიშნავს და იმ რაღაცა პატარა დაბრკოლებებისა თუ გამოწვევების შეგაშინდებათ, რომელიც ასევე შესაძლებელია იყოს 25 წელს. რაღაცები შესაძლებელია არ გამოდის იმ სიტუაციაში და იმ გარემოში, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ არ აუშავს, ეს მხოლოდ ისევ ჩვენ და სასიკეთოდ ხდება. როგორც უკვე გითხარით, ზოგად ბოს რაც შეეხება, იქნება პატარა დაბრკოლებები და ეს იქნება უფრო მეტად გაზვიადებული, ვიდრე რეალისტური.
რაღაცა შიშებით შესაძლებელია აღივსოთ, მაგრამ თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდება ახალგაზრდა ადამიანი, ენერგიით სავსე, ყმაწვილი, მამრობითი სქესის წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს, რომელიც მოგცემთ ცხოვრებაში მუხტს, ხალის, სტიმულს იმისთვის, რომ ენერგიით აღივსოთ და ეს ადამიანი იქნება თქვენთვის კარგი მაგალითი იმისა, როგორ უნდა აღივსოთ ენერგიით. და საერთო ჯამში თქვენ თავს იფრინოთ ძალიან კომფორტულად, ძალიან ქალბატონად, რომელიც არის დედოფალი, რომელმაც იცის საკუთარი თავის ფასი, რომელიც ძალიან კომფორტულად ხარისხიანად ცხოვრობს, რომელიც თავადაც არის მდიდარი და სხვისი მონაპოვარის კარგად განკარგვად შეუძლია, ტკბება თავისი კეთილდღეობით, ტკბება თავისი ცხოვრებით და შესაძლებელია ეს ასევე ნიშნავდეს ნაყოფიერებას პირდაპირ მნიშვნელობით, შესაძლებელია თქვენ ქორწინება ვახსენეთ და შესაძლებელია თქვენ ბავშვით შეგეძინოთ და ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იქნებით საერთო ჯამში თქვენი 20-25 წელი, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური კუთხით შეიძლება იყოს რაღაცა პატარა რყევები და ისეთი სიტუაცია, რომელსაც აქამდე არ მოვიმოდით, ან არ გეგმავდით. ისურვებთ ბედნიერებას, საუკეთესო წელს, დიდი მადლობა ყურებისათვის, ნახვამდის.